ქართული ნაციონალური ბალეტის საიუბილეო კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. საღამო, რომელიც სუხიშვილებმა მაყურებელს შესთავაზე სრულიად განსხვავებული იყო სხვა კონცერტებისგან. ანსამბლთან ერთად კონცერტზე მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები იღებდნენ მონაწილეობას. სუხიშვილების 70 წლის სიუჟეტი ნახეთ თათია ბუხრაშვილის სიუჟეტში. სამოსი ფანტაზია, აქ ყველაფერი გამოგონილია, აქსესუარი, კოსტიუმი და სასცენო ფორმის თითეული მცირე დეტალიც კი. ფოტოები, კოსტიუმები, ათეულობით საგასტროლო მასალა. საკონცერტო დარბაზში შესვლამდე სუხიშვილების კონცერტზე მისულ სტუმრებს ამ გამოფენის დათვალიერებამაც მოუწიათ. ილზე ლეპას ასეც ალბათ მხოლოდ სუხიშვილების კონცერტზე თუ ვიხილავდით. მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავმა ქართულ ნაციონალურ ბალეტს 70 წლის იუბილე ჯეირანით მიულოცა. ეს არის საოცარი ენერგეტიკა და ტემპერამენტი. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო შეუდარებელი. მე არ შემიძლია გამოვხატო ემოცია, რასაც ახლა განვიცდი. ძალიან ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ. ეს იყო საოცარი და მიხარია, რომ მე ვიყავი ამ ყველაფრის მონაწილე. კონცერტი, რომელიც სუხიშვილებმა მაყურებელს შესთავაზეს, სრულიად განსხვავებული ფორმატის იყო. ანსამბლთან ერთად საღამოში მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე და ილია კუზნეცოვი მონაწილეობდნენ. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა გავეცნო სუხიშვილების შემოქმედებას. ეს იყო უნიკალური კონცერტი. ნინო სუხიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავებთან ერთად საოცრება შემოგთავაზეს სცენაზე. მგონდა ეჭირო ეს უნიკალური კონცერტი იქნებოდა საუკუნის წარმოდგენა და ეს გამართლდა, იმიტომ რომ ეს იყო მართლა ეს ყოველთვის ასე არ შესრულდება და ეს სინთეზი კლასიკის და ფოლკლორის მოვახერხეთ ჩვენ დღეს საიუბილეო კონცერტზე რომ გამოგვეტანათ. საიუბილეო კონცერტის კულმინაცია ნინო ანანიაშვილის მიერ შესრულებული ილოური იყო. ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის უძველესი ვიდეო ჩანაწერის მიხედვით შექმნილმა ცეკვამ დარბაზში მსხდომი მაყურებლის განსაკუთრებული აპლოდისმენტები დაიმსახურა. დღეს დაუსვენებლად მუშაობდნენ ეს ახალგაზრდები და გოგონები, იმისაც რომ ესეთი კარგი სპექტაკლი ეჩვენებინათ და მე ძალიან ბედნიერი ვარ და მოხარული ვარ, რომ გავხდი ამათი მონაწილე და ვლოცავ მათ ამ საიუბილეო თარიღს. საღამოდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება თბილისში 13 ივნის მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირებს. საქველმოქმედო კონცერტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ. ეს იყო შესანიშნავი კონცერტი ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ეს არის ძალიან დიდი ემოცია, ემოციური იყო, იმიტომ რომ მთლიანად ეს კონცერტი და ეს ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები მიეძღვნა იმ ადამიანებს, იმ გაჭირებულ ადამიანებს, რომლებიც 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალდნენ. სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება, ძალიან ემოციური საღამო იყო, ნამდვილად განსაკუთრებული და დაუვიწყარი. ძველის და ახლის სინთეზი და ნოვაციები ილეთებში, რომლებიც სპეციალურად ამ კონცერტისთვის მომზადდა ერთ მოქმედებაში ჩაეტია. საიუბილეო კონცერტებით სუხიშვილების საგასტროლოდ უკვე რეგიონებში ემზადებიან.